დილამშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? განვიხილოთ მეგობრებო, მეხუთე და მეექვსე ენერგეტიკიდან არქონტების გაყრა. ამისათვის ყველას დაგპატიჟებთ და ყველას გაუზიარეთ. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი, როდესაც ჩვენ გვჭირდება სიტყვის გარეთ გამოტანა. რატომ არ გამოგვატანინებენ ხოლმე სიტყვას გარეთ და რატომ არის სულიწმინდა დატყვევებული? რატომ ჩამოაყალიბეს სისტემებმა ის საკითხი, რომ ჩვენ მეხუთე ენერგეტიკული ველი დატყვევებული გქონდეს? ამას ავხსნით დღეს და როგორ უნდა მოვიქცეთ იმისათვის, რომ სულიწმინდა გავათავისუფლოთ ჩვენი ენისა და ჩვენი ჟღერადობის მეშვეობით. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ თქვენ ამ სურათზე ხედავთ 9 ენერგეტიკულ ველს, რომელიც არის ადამიანის სხეულში მოთავსებული. ანუ სახე რაღაც ხეურებიაში, ხო, სხეულში. როდესაც სხეულს გავათავისუფლებთ და აღვიქვავთ ისე როგორც ჩვენ მოგვეცა ეს და არა ისე როგორც გვეუბნებიან, რომ აი ეს სხეული, ესე და ესე, მაშინ ჩვენ ვიგრძნობთ ამ 9 ენერგეტიკულ ველს და მე მინდა გითხრათ, რომ აი ლურჯი ყელთან რომ არის ეს ენერგეტიკული ველი, მაგ ენერგეტიკული ველის შემდეგ რომ არის თვალების ადგილზე ეს ენერგეტიკული ველი და ზედა ენერგეტიკული ველი, მეგობრებო, ესენი ამ სურათზე დამახინჯებულია და ძირითადად არასწორად გვასწავლიან ნებისმიერ სულის მეცნიერებაში. მე მინდა გითხრათ, რომ სწორედაც რომ თვალისა და ყელის ენერგეტიკულ ველამდე კიდევ არის ერთი ენერგეტიკული ველი და ეს არის ენა. ეს არის სულიწმინდა, რომელიც გააქრეს აბსოლუტურად ყველა ფილოსოფიაში, აბსოლუტურად ყველა აღმოსავლურ თუ დასავლურ თუ ჩინურ ფილოსოფიაში. და ვისაუბროთ ახლა ამაზე, რატომ გააქრეს. რელიგიასა თუ არ ვიცი, მეცნიერებაში ყველგან გააქრეს და ახლა უნდა გამოვაჩინოთ. პირი ეს არის ის გამომავალი არხი, საიდანაც გამოდის სულიწმინდა, ყელიდან არ გამოდის სულიწმინდა, მეგობრებო, პირიდან გამოდის სულიწმინდა და თვალები კიდევ სულ სხვა მეცნიერებაა, ხოლო ის პირი, რომელიც ჩვენ მოგცა ღმერთმა და რომელსაც ეწოდება პირველი, თავდაპირველი, ხომ? ამ პირზე ვისაუბრებთ ახლა ჩვენ, მეგობრებო. ანუ პიროვნება გაგვიქრეს მთლიანად. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ აი ამ ფორმულის ადგილზე, პირის ადგილზე კიდევ ერთი ენერგეტიკული ველი, შეგიძლიათ მისცეთ ნებისმიერი ის ფერი, რომელიც თქვენ მოგეწონებათ და ამ ენერგეტიკულ ველში მოხდება გააქტიურება. როგორ ხდება ყელისმიერი და პირისმიერი ენერგეტიკული ველის გააქტიურება? ეხლავე გეტყვით, მეგობრებო. ამისათვის დამჭირდება მოყვანა ჩემი ცხოვრებიდან რამდენიმე მაგალითის და იმედია ცოტა ხნით ჩემს ცხოვრებიდან კიდევ რამე მაგალითებს გაიცნობთ. როდესაც პირველად დავკავშირდი სულიწმინდის საკითხთან და ცნობიერში ვიყავი ძალიან პატარა, მაგალითად პირველი კლასელი, იმიტომ რომ წერა შემეწმო ჯერ კიდევ და მოვიდა სულიწმინდის მიერ ლექსი ჩემთან და ეს ლექსი ფურცელზე გადმოვიტანე. ერთ კუპლეტიანი ლექსი იყო, შემიძლია გითხრათ რა ლექსი იყო, ასე ჟღერდა სულიწმინდის მიერ მოცემული გზავნილი. კოხტა ლამაზოიაო, თავი რად დაგეხრიაო, უშენოთ როგორ ვიცოცხლო, მე ეს ვერ გამიგიაო. ეს იყო 7 წლის მიერ დაწერილი ლექსი, 7 წლის ბავშვის მიერ დაწერილი ლექსი,
და ამ ლექსში ძალიან დიდი აზრი დევს, თუკი ჩვენ ამას სიღრმისეულად განვიხილავთ და სწორედაც რომ აქ მივადექი ბავშვებს 90-იან წლებში ბავშვების აღზრდა ძალიან დაზიანებული იყო სპეციალურად. ბავშვს არ უნდა ელაპარაკა, ბავშვი არ უნდა ყოფილიყო სუფრასთან აქტიური, მას უნდა გაეჩერებინა პირი და თუ კი რამის თქმა სურდა, მას ეს არ შეეძლო. რამე თუ უფროსები აჩერებდნენ ბავშვებს და ამოწინებდნენ პირს. ეს არის პირველი ჩაქოლვის ეტაპი, რომელიც ამ სისტემაში სხვადასხვა სისტემებიდან მოფიქრებული ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ხერხია, რომ ბავშვს ჩაუქოლო ის არხი, რომელი არხიდანაც გამოდის სული წმინდა. შემდეგ, როდესაც ბავშვი იზრდება, მოქცეულია უკვე ერთ-ერთ ჩარჩოში, რომელმაც უკვე იცის, რომ არ უნდა ილაპარაკოს, ჯერ სხვებმა უნდა ილაპარაკონ და მერე თავად და აი ეს ჩარჩო გრძელდება სიკვდილამდე, მეგობრებო, თუ კი არ გაანგრევს კაცობრიობა ამ ჩარჩოს და არიან აქ-იქ თითო ადამიანები, რომლებმაც გაარღვიეს ეს ჩარჩო და დაარღვიეს ის სისტემა, რომელიც სისტემაც ცდილობდა სულიწმინდის ჩაქოლვას. არხი, რომელიც უნდა გაიწმინდოს, მეგობრებო, ჯერ კიდევ, როდესაც ბავშვი იტყვის აღუს, აქედან გამომდინარე იწმინდება უკვე სულიწმინდის არხი და ჩვენ იმის და მიუხედავად რომ ვითომ და ბავშვები გვიყვარს, ამ არხს ვუქოლავთ გაუცნობიერებლად, რადგან ეს სისტემა საკმაოდ გონიერია და საკმაოდ გონივრულად დაგეგმა ყველა ეს სვლა. როდესაც ბავშვი ასეთ ჩარჩოში მოაქციეს, როგორც უკვე გითხარით, სიკვდილამდე მას გაყვება ეს ჩარჩო, თუ კი მან არ გაარღვია და გარღვევა ხდება ამგვარად, მეგობრებო. თქვენ ალბათ თქვენი თავი დაგიჭერიათ ასე თუ ისე მსგავს სიტუაციებში, სადაც თქვენ ზიხართ და ელოდებით, სანამ თქვენი ჯერი არ მოვა და სანამ თქვენ არ გალაპარაკებენ. ეს კულტურა, მეგობრებო, ჯერობის კულტურა გერმანიაში საკმაოდ განვითარებულია, თუმცა საქართველოში ჯერ კიდევ ქაჯეთის ქვეყანა გვაქვს და ყველა თავისას გახკივის. ხო და შენ როგორც ასეთი გამოცდილი სული, რომელმაც უკვე იცი წესები და კანონები, სწორედაც რომ ემორჩილები იმ წესებს, რომ შენი ჯერიც დადგება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და რომელი ენითაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ამ ენით, ამ ქვეყანაში ჩვენ არ დაგვიდგება ეს დღე, თუ ჩვენ არ დავაყენეთ. რა უნდა ვქნათ იმისათვის, რომ დავაყენოთ და მოვიყვანოთ ეს დრო. როდესაც ჩვენ გვაწუხებენ არქონტები, ვზივართ და ვხედავთ, რომ არც ერთ ის კულტურა არ გააჩნია, რომ ახლა შენ გალაპარაკოს, აუცილებელია ხმის ამაღლება. ყველა იმ ჩარჩოს დარღვევა, რომელიც ჩარჩოც თქვენ დაგიწესეს და რომელშიც თქვენ ჩაქსვეს, ხმის ამაღლება, რა ძალადაც არ უნდა დაგიჯდეთ, აუცილებლად თუ ხმის ამაღლებით ვერ გააწყეთ ეს საკითხი, აუცილებლად აზიდეთ ტანი, ანუ ტანის ამაღლება. ესე იგი ფეხზე წამოდგომა და ან ხელის მუშტის დარტყმა მაგიდაზე, ან რამე სხვა ხმაური. თუ კი ამ დროსაც არ მოგისმენენ, აუცილებელია თქვენის ადგილი დატოვოთ, რადგან ჩარჩო, რომელიც თქვენ იმდენად მყარად გაქვთ გარშემორტყმული, რომ ვერ არღვევთ მას მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მცდელობა გქონდათ, ასეთ ვითარებაში დარჩენა კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ჩარჩოს და თქვენ ამ ჩარჩოს ვეღარასდროს გატეხთ. თუ კი თქვენ მცდელობა გქონდათ, რომ ხმის ამაღლებით, ტანის ამაღლებით და შემდეგ ძალის ხმიერად ვერ გააწყეთ იქაურობას, თქვენი ხმა ვერ გააგებინეთ, აუცილებლად დატოვეთ ის ოთახი და გადით ცალკე. რატომ ცალკე? აუცილებელია ამ დროს ის ენერგია, რომელიც ვერ გამოვიდა თქვენგან, გამოიტანოთ
აუცილებლად გამოიტანოთ, რამე თუ თქვენში დაატოვებთ მას, დაანგრევს თქვენს ყველა ორგანოს, რომელიც თქვენ მოგანიჭათ ღმერთმა იმისათვის, რომ იფუნქციონიროთ. ჩვენ არ გაგვაჩინა ღმერთმა იმისათვის, რომ ვიყოთ მუდოები და ვუსმინოთ მხოლოდ სხვებს, ჩვენ ყველას მოგცა პირი და გვითხრა, რომ გამოიყენე. ილა პარაკე. მე მინდა გავიგო ვინ ხარ შენ. მართალია რელიგიურმა სისტემებმა ეს ამგვარად ამოხსნეს, რომ ღმერთმა ყველაფერი იცის, რაც შენშია, მაგრამ მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ეს არის კიდევ ერთი გველური ჩარჩო, რომელიც არ ღვევს სულიწმინდის გამოსვლას ჩვენიდან. ყველაზე გველური ჩარჩო, რადგან ჩვენ ამ დროს ვიწყებთ თვით დამანგრეველ ფიქრს, რომ ღმერთმა ყველაფერი იცის. რატომ უნდა ვთქვა? ეს ხომ მათ არაფერში გამოადგებათ. სწორედაც აქ არის დიდი ომი მოსაგები, მეგობრებო, როდესაც თქვენგან მოითხოვს სულიწმინდა სიტყვის გამოთქმას და გარე სამყარო იმდენად გაქაჯებულია, რომ ამას არ განებებს და მათ შორის მღვდლების დარიგებაც, რომ თქვენ არ გინდათ ლაპარაკი, ღმერთმა ისედაც იცის რა არის თქვენში. ეს არის ომის წაგება, მეგობრებო. ზუსტადაც რომ ომის წაგებაა. თუ კი თქვენ ყველანაირი ძალისხმევით გამოიტანთ თქვენ სიტყვას გარეთ, მაშინ გაიგებს მხოლოდ გარე სამყარო თუ რა არის თქვენში. დანარჩენი სხვა არის დაკარგული ფუჭად ჩავლელი ენერგია. ნებისმიერ საკითხში, რაც არ უნდა ღმერთმა იცოდეს თუ ვინა ხარ შენ, გეუბნება საქმეებით განისჯები. ხო და როდესაც სულიწმინდას უნდა შენგან გამოსვლა და ამას ვერ ახერხებ, როდესაც მიხვალ ღმერთთან მოკითხავს, რატომ ვერ მოახერხე, რომ სულიწმინდისთვის გებრძოლა. სწორედაც ამ დროს შენ იქნები უტყვი, რადგან თუ კი შენ ვერ მოახერხე კაცობრიობაში შენი სიტყვის გატანა, ანუ სულიწმინდის გამოშვება ამ დატყვევებული ველიდან, მაშინ ვერც ღმერთთან იტყვის სიტყვას და ამით დაესმება წერტილი შენს უნარობას და ისევ დაბრუნდები ახალ წრეზე, სადაც აუცილებლად უნდა თქვა შენი სიტყვა. რატომ იყო, რომ მეფეები ხდებოდნენ ის ხალხი, ვისაც ჰქონდა სიტყვის ძალა? ან კიდევ დედოფლები. დედოფლები ერთადერთია ჩვენს ისტორიაში, რომელმაც მოახერხა სიტყვის ძალის დამკვიდრება, ეს იყო თამარი. დანარჩენი დედოფლები ან დასახირჩერდნენ, ან მოკლეს, ან აწვალეს, ან აწამეს და ან კიდევ მისი სიტყვა გარეთ ვერ გამოიტანეს. რატომ ხდება ეს? რამე თუ სწორედაც რომ ბრძოლა სიტყვის თქმისთვის არის, როდესაც ჩვენ ჩამოვდივართ ამ სატან ჯუელში, ჩვენ ჩამოვდივართ იმისათვის, რომ გამოვუშვათ დატყვევებული სულიწმინდა და ეს კარგად არის ვეფხის ტყაოსანში ასახული. ნესტან დარეჯანი, რომელიც უნდა გაათავისუფლო ქაჯეთის ციხედან, სწორედაც რომ ის საკითხია, რაც ეხლა ავხსენი და ნებისმიერ დროს, როდესაც თქვენ ხვდებით, რომ გინდათ საუბარი და არ გასაუბრებენ და ვერ იმაღლებთ ხმას და უუნარო ხდებით, იცოდეთ, რომ ესენი არიან არქონტები, რომლებიც გეკაჩებიან ქაჯეთის ციხისკენ, როცა ნესტან დარეჯანს ქაჯეთის ციხიდან გაქცევა სურს. ახლა მეგობრებო, თქვენ ეს ინფორმაცია თქვენს შინაგანში გადაამუშავეთ, დაამუშავეთ და შემდეგ იღვაწეთ იმაზე, რომ გამოიტანოთ თქვენი სიტყვა. ძალიან ხშირად მესმის არქონტების ყივილი და წივილი, როდესაც ვსაუბრობ სხვადასხვა ადამიანების თავიდან მიერ წამოსული, თუ როგორ ბედავს ეს ამას, თუ რა სიტყვებით საუბრობს,
თუ ეს რა უუნარობაა, თუ ეს რა უზრდელობაა და ასე შემდეგ. უაზროდ ბევრი აზრები მოდის, როდესაც მე ვსაუბრობ. ესენი არიან ყველა ის არქონტი, რომელიც უკვე დავამარცხე და გისურვებთ თქვენც ამას, რომ დაამარცხოთ თქვენ ეს არქონტები და დამარცხება მხოლოდ პრაქტიკაში მოდის. პირველი ნაბიჯები ძალიან რთულია, რადგან უაზროდ ბევრი, უამრავი არქონტი გესევა და ფიქრებში გიშლის ხელს, გაანალიზებაში, აზრის ჩამოყალიბებასა და შემდეგ გამოტანაში გიშლის ხელს, მაგრამ მეგობრებო, ეს ნორმალურია, იცოდეთ. თქვენ უნდა იბრძოლოთ, როგორც დაჭრილმა არწივმა, როგორც დაჭრილი არწივი 10 ყვავყორანს ეომება, ისე უნდა იომოთ ამ დროს და არ გაჩუმდეთ. ამოიღეთ ხმა და იბრძოლეთ, თქვენი თავის წინააღმდეგ თუ გაიმარჯვეთ, ჩათვალეთ, რომ თქვენ გამარჯვებული ხართ. და რას ნიშნავს თქვენი თავის წინააღმდეგ გამარჯვება? როდესაც თქვენს თავებს არქონტები აწუხებენ და ეუბნებიან, არა ესე არქნა, ესე არქნა, ესე არქნა, ეს იმისთვის არის ცოდი, ეს იმისთვის არის სირცხვილი, ეს იმისთვის, ის იმისთვის და ეს აზრები თქვენ თავბრუს გახვევენ, როდესაც თქვენ სიტყვის თქმა გინდათ და ამ დროს ნებდებით, აი სწორედ მაგ დროს უნდა აიღოთ ხელში ხმალი და მოიქნიოთ და ყველა ის აზრი გაყაროთ, რომელიც არის არქონტი და რომელიც ცდილობს, რომ სული წმინდა არ გამოვიდეს თქვენი პირიდან და თქვენი სიტყვა იყოს დატყვევებული თქვენს ენაში, ანუ პირში. ეს არის მეხუთე და მეექვსე ენერგეტიკული ველის გაწმენდა, მეგობრებო. პირველი რიგში ხედავთ უკვე როგორ მიშლის ხელს. მეექვსე ენერგეტიკული არა და მეხუთე ენერგეტიკული ველი. პირველ რიგში თქვენ დაგჭირდებათ ამისათვის ჯერ აი ამ სურათზე, რასაც ხედავთ, პირზე იმ ჩაკრის გამოსახვა ვიზუალურად, რომელიც ჩაკრაც მოაშორეს აი ამ ენერგეტიკულ ველს. და მინდა გითხრათ, წითელი, სტაფილოსფერი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი და შემდეგ შეგიძლიათ წარმოისახოთ ვარდისფერი სულიწმინდა. რამე თუ სულიწმინდა არის ვარდი. ახლა მეგობრებო, ვარდის სხვადასხვა ფერები არსებობს და შეგიძლიათ ნებისმიერი ფერის ვარდი წარმოიდგინოთ და მე დაგემშვიდობებით გისურვებთ წარმატებას, გისურვებთ გამარჯვებას არქონტებზე, გისურვებთ სულიწმინდის ქაჯეთის ციხიდან დახსნას და ამინ ამენით იესო ქრისტე, გისურვებთ საუკეთესო დღეს.